მოგესალმებით, ეს არის Redline-ი, მე ვარ ბექა პატურაშვილი და დღეს ვისაუბრებთ ისევ უკრაინის თემაზე და მთავარი საფუძველი, რატომაც დაუბრუნდით უკრაინის საკითხის მიმოხილვას, არის ტრამპის შემოbrunება, ასე დავარქვათ. მისი გზები კი შეუცნობელია და ხშირად განსხვავებული რიტორიკა გვესმის ხოლმე განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით, ხან გაფიქრებინებს ტრამპი, რომ მორჩა და ზურგი აქცია უკრაინას და ხელი დაიბანა ყველაფრიდან, ხან გაფიქრებინებს, რომ ამას იმიტომ აკეთებს, რომ ევროპელებს ფული დაახარჯინოს და ამ გზით დაზოგოს საკუთარი ხარჯები და ამასაც ხშირად უსვამს და ხოლმე ხას, რომ აი ჩვენ ბევრი დავხარჯეთ და ევროპელებმა არაფერიო. ამ შემთხვევაში კი ძალიან სასურველი და ჩვენთვის გასახარი განცხადება მოვისმინეთ ტრამპისგან. მოკლედ, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას და მათთვის პირველ რიგში თავდაცვითი იარაღის მიწოდებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამ თემაზე გვექნება საუბარი ოთო კონჯარიასთან, რომელიც არის სამხედრო მიმოხილველი, არის ალფა სიხშირის წარმომადგენელი. აქვე გირჩევთ, რომ გამოიწეროთ ეს არხი ალფა სიხშირე ტელეგრამზე თუ სხვა სოციალურ ქსელებში და გაეცნოთ ხოლმე იქ მუდმივად განახლებად ინფორმაციას. ცხადია, გირჩევთ, რომ გამოიწეროთ და გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხიც. თუ არ ხართ ამ დრომდე გამომწერები და მადლობა ჩვენს მუდმივ მაყურებელს, რომელიც ხშირად გვიბრუნდება, აქვე მოგიკითხავთ ყველას. ხო, ტრამპზე ვისაუბრებთ თქო, გითხარით უკვე, მაგრამ არა მხოლოდ მასზე, ბოლო პერიოდში, ბოლო ერთი კვირის თუ ცოტა მეტი ხნის განმავლობაში გაკეთებულ მნიშვნელოვან განცხადებებსაც შევეხებით დღეს, რომლებიც მოდიოდა ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. ცხადია, ვისაუბრებთ რა ხდება ფრონტზე, რესურსებზე, როგორ მიმდინარეობს, ვის აქვს წარმატებული სვლები ფრონტის ხაზზე, ვის ნაკლებად. და ასევე მინდა რომ ოთოსთან საუბრის დროს აქვე დავაანონსო, რომ შევეხები რეგიონში არსებულ ვითარებას. აზერბაიჯანთან დაკავშირებულ სიახლეებს, სომხეთში მიმდინარე პროცესებს, აი ამასაც მოკლედ ბოლოს მიმოვიხილავთ და დავიწყოთ ტრამპით. ოთო, მოგესალმები. მოდი ვიდრე გადმოვალ კითხვით, ალბათ მაყურებლისთვისაც, ვისაც არ უნახავს, არ წაუკითხავს, საინტერესო იქნება იმ განცხადების მოსმენა, რაზეც ვაპირებთ, რომ ვისაუბროთ. ტრამპის ციტატას ვკითხულობ, მე არ ვარ კმაყოფილი პუტინით, ის კლავს ძალიან ბევრ ჯარისკაცს, კლავს თავის ჯარისკაცებსაც და სხვებსაც. ჩვენ უკრაინელებს მივეცით საუკეთესო იარაღი, რაც ოდესმე შექმნილა, ეს ომი 3-4 დღეში დასრულდებოდა, რომ არა უკრაინელების ძლიერი აღჭურვილობა. ჩვენ ბევრი სისულელე მივიღეთ პუტინისგან. აი ეს ქართული თარგმანია, თუმცა როდესაც ის რეალურად საუბრობდა აი ამ განცხადების გაკეთების დროს, ახსენა ეგეთი ტერმინი bullshit, რაც საგულისხმოა, ეს არის განსაკუთრებით ხაზს უსვამს დამოკიდებულებას რა, ესეთი ფრაზით პუტინის საუბრის შეფასება. აქვე მინდოდა ეს ამეღნიშნა და სწორედ აი როდესაც ახსენა, რომ ბევრი ბულშიტი მოდის პუტინისგანო, აქვე დასწინა, რომ მისი სიტყვები ლამაზად ჟღერს ხოლმე, თითქოს ცდილობს, რომ იყოს რაღაცა ელეგანტური მისი საუბარი და პოლიტიკური რაღაცა ჩარჩოს არ გაცდეს, თითქოს აქეთ მიანიშნა, რომ თავაზიანია ხოლმე ჩემთან საუბარშიო და აქვე ქვეტექსტი ალბათ ის რომ პატივს მცემსო, მე რასაც ხშირად იმეორებს ხოლმე, მაგრამ ბოლოს მისი საუბარი არაფერს ნიშნავსო. ესეთი შეფასება მისცა და ბოლოს ძალიან სერიოზულად ვეკიდები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხს, ამბობს ტრამპი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არ არის კმაყოფილი პუტინით და კითხვაზე თუ რას აპირებს, ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს იქნება სიურპრიზი და ამას ბოლომდე არ გაამხელს. მოდი ვისაუბროთ ოთო პირველ რიგში აი ამ განცხადების ჩავშალოთ, ასე ვთქვათ რა, როგორ ისმინება შენთვის. მით უმეტეს რომ ხო ვახსენეთ, რომ ჩვენ რომ მუდმივად იცვლებოდა მისი განცხადებები, მისი ტონი, ხან რა ვიცი თავის წარმომადგენელს აგზავნიდა და იქ საჩუქრებით ბრუნდებოდა ხოლმე, ხო, ვიტკოფი, სწორად მახსოვს გვარი და მერე იყო ეს მთელი ფლირტი, როგორ უყვართ ერთმანეთი პუტინს და ტრამპს და როგორ ცემენ ერთმანეთს პატივს და ასე შემდეგ და ძალიან ბრაზდებოდით ხოლმე, ხან ესეთი საუბრები გვესმოდა. ეს რას ნიშნავს შენთვის? ტრამპის სახეცვლილება ვნახეთ, ესე ვთქვათ, მრავალი თვის შემდეგ 20 იანვრიდან მოყოლებული მისი მესეჯბოქსი იყო ურთიერთგამომრიცხავი მასთან დაკავშირებით, თუ როგორი, ესე ვთქვათ, დამოკიდებულება უნდა გამოევლინა ამერიკის პრეზიდენტს მოკავშირეების, განსაკუთრებით უკრაინის მიმართ. საწყის ეტაპზე და აი
განსაკუთრებით მაისის თვემდე იგრძნობოდა ესეთი დამოკიდებულება ამერიკის მხრიდან, რომ თითქოს ისინი რუსეთთან მოლაპარაკების სანაცვლოდ მზად იყვნენ, რომ უკრაინასთან, ესე ვთქვათ, ძალიან ცუდი გარიგება დაედოთ და ეს გარიგება შესაძლოა ყოფილიყო დამღუპველი, როგორც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის და ანალოგიურად ამერიკის მოკავშირეებისთვის. თუმცა ეს ყველაფერი მისი ეს მცდელობები აგებული იყო იმისკენ, რომ რუსეთი როგორმე დაეთანხმებინა ცეცხლის შეწყვეტაზე და იმ საზღვრებზე უნდა გაჩერებულიყო ომი, რა საზღვრებზეც ახლა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. თუმცა გაგვიმართლა და გაუმართლა მსოფლიოს, მე ამაში ღრმად ვიყავი თავიდანვე დარწმუნებული, რომ თავარი დაბრკოლება, ვინც ომის შეწყვეტაში იქნებოდა, ეს უნდა ყოფილიყო რუსეთი და ეს ასეც მოხდა, იმიტომ რომ მათი მადა არის, ესე ვთქვათ, შეუზღუდავი და ძალიან კარგად იცის პუტინმა, რომ ამ ეტაპზე ომის აი ამ მოცემული მომენტისთვის მას ხელთ არ უყრია არანაირი წარმატება, რომლითაც ის გაყიდის ამ ომში გამარჯვებად, აი ამ წამოწყებულ ავანტურას, ხო? აქედან გამომდინარე, მან მოითხოვა მაქსიმალური და მოითხოვა იმგვარი მოცემულობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება უკრაინის სახელმწიფოს გაუქმებას და ეს აღმოჩნდა საბოლოოდ ტრამპისთვის ის საკვანძო წერტილი, რომლის შემდეგაც მას უბრალოდ მოუწია განსხვავებულად ეფიქრა და როგორც იქნა გუშინ და წინა დღეებში უკვე ჩვენ ვიხილეთ ამერიკის პრეზიდენტის ის რეალური სახე, რომელსაც უნდა ავლენდეს ამერიკის პირველი პირი. ჯერ ქმედებებში უნდა აისახოს ეს ყველაფერი და უკრაინას იარაღის მიწოდება უკვე გასაგებია რომ აღუდგა, მაგრამ უნდა მოხდეს დამატებითი პაკეტების დამტკიცება და ეს ჩვენ უნდა ვნახოთ რეალურ პირობებში, ხო, როგორ მოხდება, მაგრამ რადგანაც message box-ი დაიწყო და თან პუტინის მოსაზრებებს, პუტინის შეხედულებებს მან ეგრეთ წოდებული bullshit-ი უწოდა, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და თან დღესაც ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა, CNN-მა გამოაქვეყნა 2024 წლის აუდიო ჩანაწერი, როდესაც ტრამპი ხვდებოდა თავის დონორებს საპრეზიდენტო მარათონის დროს და ის თავის დამფინანსებლებს ეუბნებოდა, რომ მე ვუთხარიო პუტინს ესეთი რაღაცა, რომ გავანადგურებო და დავბომბავო მოსკოვსო, იმ შემთხვევაშიო თუო ის შეიჭრებოდა უკრაინაშიო. აი ამ აუდიო ჩანაწერის ესე ვთქვათ გასაჯაროებაც არ არის ჩემი აზრით შემთხვევი და ერთგვარ კოორდინირებულ მოქმედებას გავს რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიას შორის, ხო? რომლის საბოლოო მესიჯი, საბოლოო ესე ვთქვათ ასახვა უნდა გამოიხატოს იმაში, რომ ამერიკა არ მისცემს რუსეთს манипуляციის საშუალებას და არ მისცემს იმგვარი კომფორტის შექმნას, რომლითაც ის შეძლებს სიტყვებით თამაშს ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ და ამავდროულად ლაღად გააგრძელებენ ომს უკრაინაში, ხო? იმიტომ რომ ტრამპმა და მისმა, ესე ვთქვათ, ოფიციალურმა პირებმა ძალიან კაფიოდ განუსაზღვრეს რუსეთს, რომ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ეს მათი манипуляციური თამაშები და თუ ისინი დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ესე ვთქვათ, არ დათანხმდებიან, ისინი გადაიხდიან ძალიან მძიმე ფასს. ეს კი გამოხატული იქნება იმაში, რომ უკრაინას მიაწვდიან იარაღს, ანუ ამ შემთხვევაში საგულისხმოა ფაქტი არის ის, რომ შესაძლოა მოხდეს, ამაზე საუბრები ჯერ კი დაიწყო, მაგრამ არ ვიცით რეალურ პირობებში როგორ იქნება. შესაძლოა მოხდეს ის, რომ ამერიკამ დამატებითი სამხედრო პაკეტები მიიღოს უკრაინისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის თავდაცვის უნარიანობას, ხო, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით პეტრიოტის რაკეტების მიწოდების კუთხით. და ასევე საგულისხმოა ის, რომ დღეს ახლა სანამ ლაივში ჩავერთვებოდით, ჯონ თუნმა, ამერიკის სენატში რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ მიმდინარე თვეს ისინი განიხილავენ რუსეთის ენერგოსექტორისთვის უმძიმესი სანქციების დაწესების საკითხს, რომელიც უნდა გარდაისახოს კანონპროექტად და თუ ესე მოხდება და დამტკიცდება ეს კანონპროექტი, ძალიან მძიმე რეალობაში აღმოჩნდება რუსული ეკონომიკა და რუსული ომის მანქანა მნიშვნელოვანი ბერკეტების გამოცლის საფრთხის წინაშე დადგება, იმიტომ რომ საუბარია
რუსეთის მოკავშირეებისთვის ნიშნულოვანი ტარიფების დაწესება, სადაც 500%-იან ტარიფებზეა საუბარი, იმ შემთხვევაში თუ ისინი გააგრძელებენ ვაჭრობას ნავთობისა და გაზის მიმართულებით საუბარია, იგივე ინდოეთზე, ჩინეთზე და სხვა ქვეყნებზე და ასევე იმ ეგრეთ წოდებულ შავ ხვრელში არსებულ კომპანიებზე, რომლებიც რუსეთისგან აი ამ მოწოდებული რესურსების გასაღებას ცდილობენ სხვა მესამე შუამავლებზე, ასე ვთქვათ. ხო, აი ამაზე მინდოდა დამატებით მეთქვა, რომ როდესაც საუბარი არის ხოლმე რუსეთის დასანქცირებაზე, მით უმეტეს არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ხო, რომ კი დაასანქცირეს, მაგრამ ჩვენებრივად ვაჭრობენ. მათთვის, ვისაც ჯერა რუსეთის უძლეველობის, მისი დიდებულების და მისი რაღაც უკიდეგანო რესურსების, ეს ყველაფერი ცოტა სასაცილოდაც კი ჟღერს ხოლმე. ეს მინდა კიდევ კარგად ავხსნათ, აი ზუსტად ოთომ რაც ახსენა ეხლა, რომ აქ საუბარი არის მესამე ქვეყნებზე, იმ ქვეყნებზე, რომლის მეშვეობითაც აქამდე დაწესებულ სანქციებს 6 თუ 7 პაკეტი არის ევროკავშირის მიერ დაწესებული მხოლოდ, ხო? ისინი უვლიდნენ გვერდს აი ამ მესამე ქვეყნების მეშვეობით. რა ვიცი, სადღაც აბუ-დაბიში დაფუძნებული კომპანია იყო შუამავალი, რომელიც იღებდა რუსულ ნავთობს, სადღაც შუა ზღვაში, ღია ზღვაში გადაცლილს ერთი გემიდან მეორეზე. კომპლექტებლებს ყიდულობდა ევროპაში და შემდეგ ანუ რომ უფრო ნახე ჩაშლილად რო ავხსნათ აქ მესამე შეიძლება მესამე სუბიექტი იყოს, რომელიც ახორციელებდეს ამ გადაზიდვებს, მაგრამ რეალურად მონაწილეობდეს აი ეს ჯაჭვი შესაძლოა ხდებოდეს 10 და 12, 15 სუბიექტზე. პირობითად ევროპაში არსებული რაღაცა კომპანიისგან ყიდულობდეს რომელიღაც X კომპანია, შემდეგ ეს X კომპანია გადასცემდეს რაღაცა სასიცოცხლო მნიშვნელობის მაკომპლექტებელს, რომელიც გამოიყენება პირობითად ისკანდერის ან ხ-1 ტიპის რაკეტაში, შემდეგ ის გადასცემდეს კიდე Z კომპანიას და ესე გრძელდებოდეს სანამ საბოლოო დანიშნულებამდე არ მივა. და ეს ეგრეთ წოდებული ჯაჭვები ამ დროისთვის შესწავლილია და თუ აი ამასაც გადაკეტავენ, ხო, მნიშვნელოვნად დაზრალდება ომის მანქანა. ხო, ეხლა შენ გამახვილე ყურადღება შეიარაღების ნაწილზე და მე საუბრობდი ამ შემთხვევაში ნავთობის გადაზიდვაზე რა, რითაც ფინანსდებიან ისინი. აქ პირდაპირ არის ნათქვამი 500% ტარიფი მათთვის, ვინც ივაჭრებს რუსეთთან. ინდოეთი და ჩინეთი იყო ნახსენები ამ კანონპროექტის ავტორების მხრიდან. ანუ ეს არ არის ხუმრობა. ამაზე ძალიან ხშირად აფრთხილებდნენ რუსეთს, რომ ბევრს ალბათ უჩნდება ეგეთი კითხვა, რომ რატომ არ ჩაუკეტეს ბოლომდე თუ რაღაცის ჩაკეტვა უნდოდათ, რატომ ვაჭრობდნენ, როცა იციან, რომ ეს ყველაფერი ამ ჩრდილოვანი ფლოტით გადის. ასე მარტივი ცხადია არ არის, ჯერ ერთი მათაც სჭირდებოდათ ბალანსის მოძებნა ეკონომიკაში იმისთვის, რომ სრულად ხელი აეღოთ და წარმოებლებთან მოლაპარაკებების საკითხი აქ მნიშვნელოვანი არის. არ უნდა დაგვაუწყდეს ტრამპის ვიზიტები იგივე მაშინ რა ემირატებში, ხო? თუ სად იყო? ხო, ემირატებში იყო ხოლმე ეს ვიზიტები, შეთანხმებები. სადაც მუდმივად ხაზს უსვამდნენ, რომ ჩვენ უნდა დავაგდოთ ნავთობის ფასი, მომპოვებლებმა უნდა იზრუნონ ამაზე და უნდა შეიცვალოს ბალანსი და განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ ხოლმე ამერიკული რესურსების მოპოვებას და აი ამ სოფლიო ვაჭრობაში ამერიკის წვლილის გაზრდას, რაც პირდაპირ პროპორციულად შეამცირებდა. აქ ახლა მე მინდა ხაზი გავუსვათ ასევე ირანის ამბავს, როგორც ვაჭრობის კუთხით და ნავთობის ექსპორტის კუთხით, ასევე შენ რას ფიქრობ ირანში განვითარებულმა მოვლენებმა, იმ ფაქტმა, რომ ტრამპმა მიიღო ამაში მონაწილეობა დამაგვირგვინებელ ფაზაში, მერე რაც წამოვიდა უკავშირის საზოგადოების მხრიდან, ამას არ მოყოლია ამერიკაში დიდი პროტესტი, პირიქით წითელი ხალიჩები გაუფინეს. აგერ უკვე მეორე ფაქტი არის, როდესაც აქვე აი ეგოზე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ნეთანიაჰუმ გუშინ ტრამპს გადასცა ნობელის პრემიაზე, რომ წარადგინეს ოფიციალურად ეს წარდგენის წერილი და მანამდე კონგოს ამბავი იყო, კიდევ შეთანხმება შედგა კონგოსა და რომელია ეს მეორე სახელმწიფო, ვისთანაც 10 წლების განმავლობაში რუანდა, კონგოსა და რუანდას შორის ტრამპმა მშვიდობის მყოფელის როლი შეასრულა და იქაც კონგოს წარმომადგენელმა თქვა, რომ მე თქვენ წარგადგენთ
ნობელის პრემიაზე. ანუ რაღაცები დაგროვდა, რაღაცები დაბალანსდა ბაზარზე. რუსეთმა ვერ გამოიყენა ირანის საკითხი იმით, რომ ფასი გაეზარდა ნავთობზე, ხო, იყო ამაზე საფრთხე, რომ იქ ორმუზის სრუდის დაკეტვა, ფასის გაზრდა, რომელსაც მე საიდანაც სარგებელს ნახავდა რუსეთი და ასე შემდეგ. ხო, კითხვას დაუბრუნდები, მე მგონი ძალიან გამეწელა. რამდენად იმუშავა ტრამპის აი ამ რიტორიკის ცვლილებაზე ირანში მიღწეულმა წარმატებამ? მართალია ირანში იზეიმეს ჩვენ ომი მოვიგეთო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ეგრე არ არის. ნუ ყველას ჰქონდა ესეთი ესე ვთქვათ შთაბეჭდილება იქნებოდა, რომ ამერიკა იქნებოდა იზოლაციონისტური პოლიტიკის გამტარებელი, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, თუმცა ეს ვერანაირი ლოგიკით ვერ იქნებოდა ახსნადი ძალიან მარტივი დაკვირვებით შევხედოთ ხომ სოფლიოში რა ხდება. ომებია თითქმის ყველგან, ძალიან ესეთი ესკალაციის დონე აწეულია და აქედან გამომდინარე ნომერ პირველი სამხედრო ძალის და ნომერ პირველი ეკონომიკის ქვეყანა განზე ვერ დადგება ამ პროცესებიდან, მით უმეტეს რომ მათი მოკავშირეები პირდაპირ თუ ირიბა და ამ ყველაფერში მონაწილეობენ, ხო? ზოგი საერთოდ საკუთარი სისხლი, ესე ვთქვი, სისხლით იხდის მძიმე ფასს, რასაც ჰქვია ბოროტებასთან ბრძოლა, ხო? ამ შემთხვევაში უკრაინას გულისხმობ რუსეთის წინააღმდეგ. ერთგვარად აი ამ ოპერაციამ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულმა ოპერაციამ ყველას აჩვენა, რომ ამერიკა მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო, ესე ვთქვათ, მოქმედებებში დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ქვეყანა იწყებს, ესე ვთქვათ, და დაიწყო ძალიან მაღალ დონეზე დრონების წარმოება, ხდება მასშტაბირება, ხდება ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. შესაძლოა ასევე იმის თქმაც, რომ პირობითად FPV კამიკაძე დრონები ან თუნდაც შორსმოქმედი კამიკაძე დრონები ახალი ხილი იყო თავად ამერიკისთვისაც და ვიღაცებს გაუჩნდა ამბიცია იმგვარად, რომ ახალი, ესე ვთქვათ, მიმართულებები იმ დონეზე ვითარდება, რომ ამერიკა ამაში არის ჩამორჩენილი და შესაძლოა საბრძოლო მოქმედებებში ვიხილოთ იმგვარი სურათი, რომ ამერიკა ამ ახალ აუთვისებელ ტექნოლოგიებთან ვერ აღმოჩნდეს კარგად ესე ვთქვათ, გამკლავებადი სუბიექტი. აი ესეთი ცრუ წარმოდგენები იყო შექმნილი რუსეთისგანაც, რუსეთის პროქსი ძალებისგანაც, ირანისგან და ზოგადად აი ბნელი, ესე ვთქვათ, ღერძისგან, რომლის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ნუ გარკვეულწილად ჩინეთიც, ხო? იყო ესეთი წარმოდგენები შექმნილი, რომ ამერიკა კარგავს ძალას და მას მოუწევს ახალ რეალობასთან შეგუება და ესეთი ცრუ წარმოდგენები ძალიან მალევე ამერიკამ ისრაელის, ესე ვთქვათ, მხარდაჭერით და უშუალო მონაწილეობით ძალიან მალე გააქრო. მან აჩვენა ყველას, რომ ამერიკა არის ნომერ პირველი სამხედრო ძალა, რომელსაც ძალიან მარტივად, ძალიან მალე შეუძლია ისეთი რაღაცების გადაწყვეტა, რომელიც თანდათანობით 10 წლეულობის განმავლობაში, ესე ვთქვათ, ვითარდებოდა. ამ შემთხვევაში მაქვს ირანის ბირთვული პროგრამა, ხო, რომელიც საფუძველს იღებს დაახლოებით 20 საუკუნის ბოლოდან და აგერ 2025 წელს თითქმის, ნუ არ ვიტყვი რომ დაასრულდა, მაგრამ უკან დახიეს, ხო, მრავალი წლით. ამით ამერიკამ აჩვენა ყველას, რომ ამერიკა არის თამაში და ის არ დატოვებს თავის მოკავშირეებს, აი ამ ბოროტების აქტორებთან პირისპირ და აქედან გამომდინარე ეს იყო სიგნალი რუსეთისთვისაც, რომ ირანი, რომელიც არის სტრატეგიული მოკავშირე კრემლისთვის, აღმოჩნდა სრულად დაუცველი და ირანმა ვერანაირი დახმარება ვერ მიიღო იმ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში მოსკოვისგან, როდესაც მას სჭირდებოდა. და პუტინმა საერთოდ თქვა წინა იმაზეც აღნიშნა ეს ჩვენს გადაცემაში, რომ პუტინმა თქვა ეს რაღაცა რა უნდა მექნაო, ომში ხარ ჩავერთვებოდიო. ანუ რუსეთმა აღიარა თავისი უძლურობა თავის სტრატეგიულ მოკავშირესთან და შესაბამისად ამერიკამ კი ხაზგასმით წარმოაჩინა და ყველას კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ის ესე ვთქვათ, არის იმ დონეზე და არის ისეთი ძლიერი, როგორიც იყო ყოველთვის. და აქედან გამომდინარე, ეს ძალიან სარგებლიანად აითვისა ტრამპმაც თავის პოლიტიკაში, როგორც საგარეო კუთხით, ასევე შიდა. ძალიან მე მგონია, რომ რაღაცა მუხტი მისცა მაგას, რომ ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა და აღიარება და ტაში ირანის საკითხის ასე უცბად გადაჭრამ და ნუ ნახოთ ეგ როგორ აისახება უკრაინის დახმარებაზე. მოდი ახლა კითხა უკრაინის დახმარებაზე, შენ ნაწილობრივ შეეხე რას უნდა ველოდოთ.
რაზე არის საუბარი, რა ტიპის შეიარაღება პატრიოტები ვახსენეთ, მაგრამ იქ იყო ერთი დეტალი, რაც არ უნდა გამოგრჩეს ყურადღებიდან, რომ ეს იქნება უმეტესწილად თავდაცვითი შეიარაღება. ესეთი ფრაზა თქვა ტრამპმა, რაც თავისთავად მიანიშნებს, რომ არ არის გამორიცხული სხვა ტიპის შეიარაღების მიწოდებაზე, რაც შეტევებისთვის დაჭირდებათ. რა ჭირდება, მოდი ესე კითხავ, რა ჭირდება ახლა უკრაინას პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებისგან და რას ფიქრობ შენ, რას უნდა ელოდონ ისინი? რა ეს ფრაზა თავდაცვითი იარაღი არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ისეთი და იმ ტიპის იარაღი გადაეცემა უკრაინას, რომელიც მხოლოდ გათვლილი იქნება თავის დაცვაზე. ამ შემთხვევაში პირობითად ჰაერიდან დაცვაზე ან რაღაც სახმელეთო კომპონენტის მხრივ გაძლიერებაზე, რომ აი პირობითად ჯავშან ტექნიკის შემოტევა მოიგერიონ. ანუ უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს და ნებისმიერ ტიპის იარაღი, რაც უკრაინას გადაეცემა, ნიშნავს იმას, რომ უკრაინას დაეხმარება თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში, ხო? უკრაინა არის აგრესიის მსხვერპლი, აგრესორი არის რუსეთი, შესაბამისად ნებისმიერ ტიპის იარაღი, რაც გადაეცემა უკრაინას, გამოყენებული იქნება თავდაცვისთვის. იქნება ეს პლანირებადი ავიაბომბები, იქნება ეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის გათვლილი საზაინტო რაკეტები თუ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები თუ რა ვიცი, საარტილერიო ჭურვები, ყველაფერი გამოყენებული იქნება ფრონტზე. აგრესიის შესაკავებლად, რადგანაც უკრაინა დღეს არის თავდაცვის რეჟიმში, ხო? აქედან გამომდინარე, ამ ფრაზამ ეს ფრაზა ტოვებს ერთგვარ манипуляციურ სივრცეებს თვითონ ტრამპის მხრიდანაც და ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდანაც. შესაბამისად, მრავალი სპექტრის შეიარაღება შეიძლება უკრაინას გადაეცეს. პირველ რიგში რაც მოხდება და უკვე შედგა ეს ფაქტი, არის ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დამტკიცებული სამხედრო დახმარების პაკეტები განახლდა. რაც ითვალისწინებს იმას, რომ ის სამხედრო საწარმოები, რომელიც აწარმოებს ახალ შეიარაღებას, პირობითად ეს არის PAC-3 ტიპის რაკეტები, პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის კომპლექსებისთვის, ასევე ჯაველინის რაკეტები, რომელიც არის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი, ასევე სტინგერები, ჰაერსაწინააღმდეგო მობილური კომპლექსი, საარტილერიო ჭურვები. აი ამ ყველაფრის წარმოებისთვის სამხედრო პაკეტები დაამტკიცა ბაიდენმა და უმსხვილესი პარტიები უნდა გადაცემულიყო წარმოების შემდეგ უკრაინისთვის. ეს განახლდა. ეს ერთგვარად გაყინული, რომელიც იყო რამდენიმე დღის წინ. ეს ყველაფერი განახლდა, მაგრამ საუბარია არის ასევე იმაზე, რომ უნდა მოხდეს ახალი სამხედრო პაკეტების დამტკიცება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალების მარაგებიდან უნდა მოხდეს პირობითად რაღაცა დამზადებული იარაღის გადაცემა უკრაინისთვის და შემდეგ ამერიკის საჭიროებისთვის მოხდეს შეკვეთები ამ საწარმოებში და შემდგომ ის დანაკლისი შეივსონ ამ საწარმოებიდან. ანუ ეს მაგაში გასაგებია ხა რომ ანუ როდესაც იყო საუბარი რომ ჩვენ გადავხედავთ ჩვენ შესაძლებლობებს, აი მაგას გულისხმობდნენ, ანუ ამის თქმა გინდა რომ იყოს იქ ახალზე საუბარი და არა ის რაც მანამდე გადაწყდა. იცი რა ჯერ არ ვიცით კონკრეტულად რომ რაზეა საუბარი ეს. ხო, ანუ არის ესე ვთქვათ, ორი ლოგიკა ამ შემთხვევაში თუ წავალთ საჰაერო თავდაცვის მიმართულებით და პეტრიოტის რაკეტებზე იქნება საუბარი, ხო, პეტრიოტის რაკეტების ძირითად ნაწილს, კი არა, აბსოლუტურ უმრავლესობას ამზადებს ამერიკა. უნდა მოხდეს ამერიკის მარაგებიდან გაგზავნა, მაგრამ თუ საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები უნდა გაიგზავნოს, პირობითად პეტრიოტები, ამისთვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას ისრაელის რესურსი, იმიტომ რომ ისრაელს აქვს მარაგში დაახლოებით 6 პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის ეს ბატარეა. ამ ბატარეას შედის უხეში დათვლით 6-დან 8 გამშვები კომპლექსი და აქვს ასევე ამ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები გერმანიასაც. ნუ გერმანიას ყველაზე მეტი აქვს უკრაინისთვის, რაც უკრაინას აქვს მიღებული პეტრიოტები, იქიდან ყველაზე მეტი გერმანიამ მიაწოდა და კიდევ შეუძლია რამდენიმე ბატარეა გაუგზავნოს. აქედან გამომდინარე, კომპლექსურად შესაძლებელია ეს მოხდეს, საჰაერო თავდაცვის სისტემები შესაძლოა გაგზავნოს ევროპამ, ისრაელმა და ამერიკამაც არც ეგაა გამორიცხული, მაგრამ უშუალოდ რაკეტებზე როდესაც იქნება საუბარი, დიდი ალბათობით თავად ამერიკა გაუგზავნის ამ რაკეტებს. ოკეი. კარგი, ნუ ამერიკის ეს რაც შეეხება მხოლოდ საჰაერო თავდაცვას, მაგრამ იქ სხვა რაღაცებიც არის, რომელიც ძალიან ჭირდება უკრაინას. ამ შემთხვევაში საკვანძო მნიშვნელობის არის ასევე საარტილერიო ჭურვები. აი საარტილერიო ჭურვებში მხოლოდ ამერიკაზე არ არის დამოკიდებული უკრაინა. ამ საკითხში ბევრად უკეთესად არის მდგომარეობა იმ მხრივ, რომ ევროპელები უკვე ამზადებენ და სიმძლავრეები იმატებს, ბევრად მეტს ამზადებენ, ვიდრე ამზადებდნენ შარშან და ომამდე.
და ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ ევროპა გამოხატავს მზაობას, განსაკუთრებით გერმანია, საფრანგეთი, რომ მათ გამოყონ კონკრეტული შეიარაღებისთვის გარკვეული სახსრები, ფინანსები და თავად შეიძინონ უკრაინისთვის შეიარაღება, იქნება ეს პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები, იქნება საარტილერიო ჭურვები, თუ ჯავშან ტექნიკა და საარტილერიო სისტემები. აი აქვე მაგ საუბარს დავურთოთ, მაშინ მაკრონის განცხადება მქონდა მონიშნული, პატარა ციტატას წავიკითხავ, მაკრონი ესეთ რამეს ამბობს. ეს განცხადება გააკეთა დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს, ნახეთ ალბათ რომ ის სამეფო ოჯახსაც შეხვდა მაკრონი, გუშინ დიდი ცერემონია იყო. აქ ესეთი რაღაც თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ბოლო წუთამდე იბრძოლებენ უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ევროპელები არასოდეს მიატოვებენ უკრაინას და ერთად იმუშავებენ 1945 წელს დამკვიდრებული საერთაშორისო წესრიგის დასაცავად. აქვე საფრანგეთს რადგან შევეხე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ნოელ ბაროს განცხადება არის ასეთი: ევროკავშირი ბოლო 3 წლის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების შემოღებისთვის ემზადება. ნუ ამ სანქციების საკითხს ჩვენ შევეხეთ. და აქაც ხაზგასმული არის, რომ სანქციები შეეხება რუსეთის ნავთობის შემოსავლებს, ფინანსურ მოთამაშეებსა და სხვა ქვეყნებში მყოფ შუამავლებს. აქვე ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს ასეთ რამეს, რომ თუ ჩინეთს ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარება სურს, მან უნდა შეზღუდოს თანამშრომლობა რუსეთთან. და ასევე აღნიშნავს, რომ პეკინი ფაქტობრივად მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიას, ამიტომ მიმდინარე ომში ჩინეთის დღევანდელი მოქმედებები გადამწყვეტი ფაქტორი იქნება მომავალი ურთიერთობებისთვის პეკინსა და ევროკავშირს შორის. ხო, ნუ ცხადია, რომ წამახალისებელი არის ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. მე მგონია, რომ ეს განცხადებებიც კი მანამდეც ხმამაღლა ამბობდნენ და თამამად, მაგრამ ეს განცხადებები ერთმანეთს უკავშირდება ყოველთვის და შტატების პოზიციას აქვს ხოლმე წამყვანი განსაზღვრელი როლი. კომპლექსურად მოხდა. ტრამპმა თქვა, მაკრონმა თქვა, იქ გერმანიაში თქვეს. გადაწყვეტილია უკვე აი ამ მთელი ომის endgame რა არის, ხო? Endgame უნდა იქნეს ის, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდეს და ეს უკვე გადაწყდა. ეს ითქვა ჰააგაში, ეს ითქვა დღეს ასევე მერცმა ესეთი რაღაცა განაცხადა, რომ დიპლომატიის სივრცე უკვე ამოწურულია რუსეთთან ურთიერთობაში ომის დასრულების მხრივ და ჩვენ მოველითო, რომ ესკალაცია იქნება უფრო მეტად და გაინტენსიურდებაო ბრძოლები, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა არის შეთანხმებული მოცემულობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან რუსეთს არ სურს ომის შეჩერება, რადგან რუსეთს სურს უკრაინის განადგურება და ის არ ამბობს თავის ესე ვთქვათ შეუსრულებელ ამოცანაზე ოცნებას, ხო? ანუ აქ იგულისხმება 4 რეგიონის დაკავება და იქ მთელი რიგი დათმობები უკრაინის მხრიდან, ამიტომ ევროპა და შესაბამისად აი ამ დასავლური სივრცის ლიდერი ამერიკა დადგა იმ გზას, რომ რუსეთი უნდა დაამარცხონ. და ეს არის უკვე გადაწყვეტილი ამბავი. აი ამ ტრამპის განცხადებას ასევე გამოეხმაურა მედვედევი, როგორც ჩანს კრემლში ძალიან ანერვიულდნენ აი ამ განცხადებების ფონზე და ითქვა ესეთი რაღაცა, რომ ამერიკელიო ესე მოიხსენია მედვედევმა ტრამპი, აგრძელებსო ესე ვთქვათ საქანელაზე კატაობას და მონაცვლეობას თავისი message box-ისაო. რაც ჩვენ გვაძლევსო იმის რწმენის ესე ვთქვათ კიდევ ერთხელ ჩამოყალიბების საშუალებას, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმგვარი პროცესები, რა პროცესებშიც ვიყავითო ჩართული და ვაგრძელებთო ომს საბოლოო გამარჯვებამდე. შესაბამისად, მათაც აქვთ თავიანთ წარმოდგენებში გაანალიზებული, რომ ვერ იქნება შუალედური შედეგი, ვერ დადგება რაღაცა ყველა რო გამარჯვებულია ისეთი მოცემულობა, დადგება რეზულტატი იმგვარად, რომ იმარჯვებს ან ერთი მხარე და მარცხდება მეორე, ან პირიქით იმარჯვებს მეორე მხარე, მარცხდება პირველი. შესაბამისად, დასავლეთმა რადგანაც ეს გაიაზრა და გადაწყვიტა, რუსეთი ამ ომს აუცილებლად წააგებს. რა ვადებში მოხდება და როგორ მოხდება, ახლა ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ მე
კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემს მრავალ გზის პროგნოზს კიდევ ერთხელ გავაჟღერებ, რომ 2025 წლის ბოლოს რუსეთს ფრონტებზე გაუჭირდება. იმიტომ რომ ჯავშან ტექნიკის დეფიციტი არის შესამჩნევი და შემდეგ უკვე ეს დამარცხების პროცესი როგორ წარიმართება და უკრაინამ შესაძლოა მე კი ვახსენე წინაზე, ხო, რომ ფრონტზე გადავალთ, შემდეგ კითხვა სწორედ ამაზე დაგისვამოთ, აქ ერთი რაღაცის დამატება მინდოდა, რომ რას უნდა გავუსვათ ხაზი. რუსეთი ძალიან აქტიურად ცდილობდა მთელი აი ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, მინდა რომ აყურებელიც დააკვირდეს ამას, რომ მათი ამოცანა იყო დასავლეთის პოზიციების გახლეჩვა. ანუ ჩვენ ახლა რომ ვამბობთ რომ რაც შენ თქვი რომ შტატები, ევროკავშირი, ბრიტანეთი ესე ყველანი შეთანხმდნენ და აქვე არ უნდა დაგვაუწყდეს სხვა ქვეყნებიც რომლებიც არიან ჩართული აი ამ პროცესში, ხო? ამ დახმარების პროექტში ასე ვთქვათ, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე აქვს, კანადა და ასე შემდეგ, ხო? იაპონია არ უნდა დაგვაუწყდეს. რუსეთის ამოცანა იყო გახლეჩვა. და იმის ჩვენება რომ აი ტრამპი ჩვენი კაცია, ჩვენ ტრამპთან ვაგდებით, იქ რაღაცა მოსკოვში საელჩოსთან რაღაცა ზეიმებიც კი მოაწყეს, მე მგონი ამერიკის შეერთებულ გახსოვს, ხო, ეგეთი ამბავი იყო. აი ვიტკოფის შეხვედრების პარალელურად ხდებოდა ეგ ამბავი. გინი იყო გახარებული და ბოლოს ამბობს რომ არ ვიცი რა ჭირს რომ კაცო თითქოს deep state-მა შეცვალაო. აი ეგ ამბავი ძალიან სასაცილო იყო და ხო, ანუ მან ამის თქმა მინდოდა რომ მაგ ფრონტზე რუსეთი დამარცხდა. აი ეგ დიპლომატიური თამაში. იმიტომ რომ რეალურად ჩაუვარდათ, მაგრამ ვერ თამაშო, ეგ იყო манипуляცია, ანუ უაზრო манипуляცია იყო, სიტყვების რახარუხი იყო, ისინი რასაც ამბობდნენ და ზუსტად აი იმ მათი მოქმედებების სწორი შეფასება იყო, რაც თქვა ტრამპმა, რომ ბულშიტიაო, რასაც გვეუბნებიანო, ლამაზადო, მაგრამ მე საქმეს არ აკეთებენო, ხო? ხო, არა, აქ იმის ხაზგასმა მინდა, რომ ეს ჩემთვის მიანიშნებს სისუსტეზე. ანუ ის რომ შენ ეჭიდებით რამდენი ტოპკას აგიგდებს ტრამპი, რომ ვითომ აი ვაგდებით და ამაზე ზეიმებს აწყობ და მტრის ხატი მოკლა ფაქტობრივად ტრამპმა რუსეთში, ხო, ეგრე გამოვიდა. ამაზე რომ რეაგირებდა, რა ვიცი, საქართველოშიც კი ნიუსებში წამყვანი თემა იყო ხოლმე სამთავრობო მედიაში და ეგ კიდე ცალკე საკითხი არის, ჩვენი ტრაგედია. ხო, ანუ როგორ რეაგირებდა ხოლმე, მე ქართული მედიაც რო არ შევეხო ხოლმე მაგაზე ვერ ვითმენ. იმიტომ რომ სინქრონში ხდება ხოლმე რა. ტრამპი კაი კაცი იყო რუსეთში, აქაც კაი კაცი იყო, ტრამპი ცუდი კაცი იყო, აქაც ცუდი კაცი იყო, ახლაც ალბათ ესე მოხდება რა. ნუ ეხა ევროკავშირს რო ძირავენ და აქაც რო ძირავენ, ეს გასაგები არის deep state-ი და deep state-მა დაძლია ტრამპის ფიგურა, ამას იტყვიან აქაც. აქაც მაგას იტყვიან კი ბატონო. ხო, ნუ მოკლედ ეგ თამაში წააგო პუტინმა ეს არის მოკლედ რომ ვთქვათ რა, ვერ გაყო მან პოზიციები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გვახარებს. წავიდეთ ახლა ფრონტისკენ, რა ხდება, რა ვითარება გვაქვს. იყო საუბარი იქ რომ რუსეთი დიდი ძალებით აპირებდა რიგი მიმართულებებით შეტევაზე გადასვლას. ბოლოს რასაც ვკითხულობდი მახსოვს რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით იყო ძალიან გააქტიურებული ზეწოლა. არ ვიცი მან რა ხდება და შენ აუცილებლად გექნება ამაზე მეტი ინფორმაცია. მოდი ჯერ ხმელეთზე მიმოვიხილოთ რა ხდება და შემდეგი კითხვა მინდა დაგისვა დრონებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გუშინ მაგალითად 700-ზე მეტი დრონი გაუშვეს რუსებმა უკრაინის სხვადასხვა წერტილებში და კიდე რაკეტებიც იყო. დავიწყოთ ხმელეთზე რა ხდება. იცი, წინა თემიდან ერთი რაღაც გამომრჩა და მინდა კიდევ ერთხელ ვახსენო. კი ბატონო. ლავროვმა გუშინ წინ, ხო, 2 დღის წინ განაცხადა ესეთი რაღაცა, რომ ჩვენო კიდევ ერთხელ ვაცხადებო ამას უხიადო და რატო ვერ იგებენო, ეს ჩემთვისო გაურკვეველი არისო. ჩვენ ესე ვთქვათ, მზაობა გამოვთქვამთო ომის დასასრულებლადო, მაგრამ თავარიო რომ შესრულდესო ეს პუნქტებიო, ხო? პირველ რიგშიო უკრაინამ უნდა გაიყვანოსო ჯარებიო, 4 რეგიონიდანო და როგორც კი ამას შეასრულებენო, ჩვენო მაშინვე მზად ვართო რომ ომი შევწყვიტოთო. ანუ ამით კიდევ ერთხელ იმის თქმა მინდა რომ რუსეთმაც უკვე ხაზგასმით დააფიქსირა თავისი წითელი ხაზები, რომლის უკანაც ის ვერ გადმოლახავს და აქედან გამომდინარე ისინი ბოლომდე არიან აი ამ სიტუაციაში შესული და მათი ეს ქმედება ჯერ ხო დიპლომატიურ ფრონტზე წარუმატებლად აისახა და საბოლოო ჯამში ფრონტზე კატასტროფულად დასრულდება უკვე ღრმად მწამს, იმიტომ რომ ისინი დაღუპა და იღუპებიან იმის გამო, რომ თავიანთი შოვინისტური აი ეს
ეგო არაძლევს უკანდახევის და დიპლომატიური შეთანხმების საშუალებას, რაც არის ძალიან კარგი, მაგრამ ტრაგიკულად შეიძლება დასრულდეს რუსეთისთვის, საერთოდ სამოქალაქო ომიც კი შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ცნობილია ისტორიიდან, რუსეთი როგორც კი ომს ვერ იგებდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ რუსეთი ომს აგებდა, ყოველთვის საფუძველი ეყრებოდა სამოქალაქო დესტაბილიზაციის და შეარაღებული შიდა კონფლიქტის გაღვივების საფუძვლებს. შესაბამისად, ეს შესაძლებელია დადგეს თუ რუსეთი აი ამ ესე ვთქვათ, ხაზით გააგრძელებენ კედელთან თავის რტმევას. ხო, მსხვერპლი იზრდება და უკმაყოფილო ხალხის რაოდენობაც, ვინ იღებს ხმას, ვინ არ იღებს, ეს კიდე ცალკე საკითხია, ვიღაცები იღებენ. რა ხდება მსხვერპლი რადგან ვახსენეთ, ან პრინციპში წეგან კითხვას დავუდგეთ. ზაფხულიისთვის არის მომგებიანი. დღეს რა სურათი გვაქვს? ყმადაღებული თემა იყო რუსეთის საფხულის კამპანია, რომ მრავალი მიმართულებით შეუტევდნენ, იქნებოდა ეს სუმის მიმართულება, იქნებოდა ეს პოკროვსკის მიმართულება, ზაპოროჟიეს მიმართულება და იყო ესეთი განცდა, რომ ეს იქნებოდა იმგვარი შეტევა, რომელსაც შესაძლოა გაერღვია ფრონტები. აი ამ მუქარას ვიგებთ უკვე მე რამდენი წელი მეოთხე წელია, ხო? რაც ეს ყველაფერი ესე ვთქვათ მესამე დამთავრდა ყოველ შემთხვევაში და მეოთხე წლის ფაზაში კიდევ ერთხელ უწყვეტად ვიგებთ რუსი პროპაგანდისტებისგან იმგვარ რეალობის შესახებ შიშებს, რომ აი ჩვენ აუცილებლად გავარღვევთ ფრონტებს, მობილიზებული ყავს რაღაც წარმოუდგენელად დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა, მაგრამ საქმეზე როცა მიდის ეს ესე არ დგება და ეს ესე არ ხდება. ფრონტზე არის სტაბილურად მძიმე მდგომარეობა, რუსები ხორცის მასით ასკდებიან, ესე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, რუსების უკრაინელების პოზიციებს, ყოველდღიური დანაკარგები დაჭრილებისა და დაღუპულების სახით, ან ბრძოლას გამოთიშულების სახით, მყარად 1000 ცდება უკვე 9 წელზე მეტია თითქმის, დაახლოებით 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის ივნისამდე რუსების დანაკარგები ცოცხალ ძალაში აღემატება 250,000 ჯარისკაცს, რაც არის კატასტროფულად მაღალი ციფრი, უბრალოდ 230,000 ჯარისკაცს. დავაზუსტებ ეს უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციაა თუ იგივე ომის შემსწავლელი ინსტიტუტის? ხო, ეს არის სხვადასხვა ინსაიდერული წყაროების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და ერთი საინტერესო რამ მინდა გითხრა. მედვედევმა დაახლოებით ერთი კვირის წინ სამთავრობო ბრიფინგზე განაცხადა ესეთი რაღაცა. ზუსტად ის ციფრი დაასახელა აი ამ ბოლო 6 თვის განმავლობაში ჯარში გაწეული ადამიანებისა, რა დანაკარგებიც ფიქსირდება უკრაინის გენშტაბში რუსებისა. ანუ ეს და შემდეგ უკვე ამ ყველაფერს ანალიზი გაუკეთეს ბრიტანულ და ამერიკულ დაზვერვაში და ითქვა ესეთი რაღაცა, რომ რუსეთი რამდენსაც იწვევს დაახლოებით იმდენს ან იმ საერთო რაოდენობის 90%-ს კარგავს ფრონტზე. ანუ ეს გაწვეული ჯარისკაცები, ხო, პირობითად თვეში თუ იწვევს 30,000, 40,000 ჯარისკაცს, ეს არის სახარჯი მასალა. სახარჯი მასალა ძალიან ცუდად ჟღერს, ხო, როცა ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი, მაგრამ ეს არის ის მიდგომა, რა მიდგომითაც ისინი ეპყრობიან საკუთარ ადამიანებს და ჯარისკაცებს. ბოლოს ახლა გუშინ გამოქვეყნდა გურის ინფორმაცია უკრაინის საგარეო დაზვერვის, რომ როდესაც რუსები გაწვევას ახორციელებენ, ხო, სხვადასხვა სამხედრო ოლქებში, საერთოდ ფულსაც არ უხდიან თავიანთ ჯარისკაცებს, იკარგება დოკუმენტები, გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებისთვის თანხების გაგზავნა არ ფიქსირდება, ძალიან ხშირ შემთხვევაში არ ფიქსირდება და ხშირია ასევე ისეთი მომენტები, როდესაც ადამიანებს გაიწვევენ, მაგრამ იმ ადამიანების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიც ქრება უკვალოდ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი უბრალოდ ამ ადამიანებს აღიქვამენ ხორცის მასად, პირობითად დაავალებენ 1 კილომეტრის დისტანციაზე რაღაცა ობიექტის აღებას, ობიექტისკენ შეტევას, გაგზავნიან იქ 500 ჯარისკაცს და იმ 500 ჯარისკაცთან შეიძლება დაბრუნდეს ცოცხალი ან დაჭრილ მდგომარეობაში 10 ან 20. შემდგომ ამ 20 ჯარისკაცს შესაძლოა სხვა როტაციით სხვა იმაში ქვედანაყოფში გადაანაწილონ და შემდეგ ისევ გაგზავნონ სასიკვდილო მარშზე. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი მოცემულობა არის ზუსტად ის, რაც იყო პირობითად 2 თვის წინ, 3 თვის წინ, 4 თვის წინ, 5 თვის წინ, რუსების ყმადაღებული შეტევა
შეტევის ცდილობები იყო და არის კიდევაც პოკროვსკის და სუმის მიმართულებით, თუმცა ეს არ არის იმგვარად მასშტაბური და წარმატების მომტანი რუსებისთვის, რომელიც უკრაინელთა ფრონტის გარღვევას შესაძლებელს გახდის. აქედან გამომდინარე ისინი აგრძელებენ აი ამ საკუთარი კატასტროფული დანაკარგებით უაზრო შეტევებს. კი, აქვთ წინსვლა, ამას ვერ დავმალავ, თუმცა წინსვლა როგორია, ამაზე შეფასებას გვაძლევს ის, რომ რაღაც პირობითად სოფლის ასაღებად მათ შესაძლოა დასჭირდეთ ერთი პოლკის გაწირვა, ანუ 800 ჯარისკაცს შეიძლება დასჭირდეთ დანაკარგის სახით გასაცემად, იმისათვის რათა რაღაცა არაფრის მომცემი, განადგურებული, მიწასთან გასწორებული სოფელი დაიკავონ. და კი ეს პროპაგანდისტებს აძლევს საშუალებას, რომ აი უკრაინა უკან იხევს და რუსები წინ მიდიან, მაგრამ უკრაინას კიდევ ერთხელ განმეორდები, მრავალჯერ მithქვამს, აქვს ესეთი ტაქტიკა და სტრატეგია, ისინი თავს იცავენ და აყენებენ მაქსიმალურ დანაკარგებს მტერს. მტრისთვის ეს რესურსი არ არის გამოულებადი. შესაძლოა მათ ხორცის მასა არ აინტერესებთ, მაგრამ ძალიან აინტერესებთ ის რესურსები, რაც იგულისხმება ჯავშან ტექნიკაში და ჯავშან ტექნიკა დღეს ფაქტობრივად ძალიან იშვიათად გვხდება ფრონტზე, იმიტომ რომ დეფიციტურად აქვთ და თუ რუსებს უნდათ წინსვლა და სადმე გარღვევა და ჯავშან ტექნიკის გარეშე ამას ისინი ვერ შეძლებენ. ცოცხალი მასა, ცოცხალი ძალა მხოლოდ ვერ დაიკავებს, ხო, რაღაც საყრდენ პუნქტებს და გამაგრებულ პოზიციებს. მათ აუცილებლად ჭირდებათ ჯავშან მუშტი, მაგრამ ჯერჯერობით ამ ჯავშან მუშტის შეკრებას ვერ ახერხებენ ორი მიზეზის გამო. პირველი ეს არის ის, რომ დეფიციტშია უკვე ბევრი კომპონენტი, განსაკუთრებით ტანკები და ასევე ვერ აღწევენ წარმატებას, იმიტომ რომ უკრაინელების ფრონტი გაჯერებულია FPV კამიკაძე დრონებით. ძალიან დიდი რაოდენობის დრონები იწარმოება დღეს უკრაინაში, დაახლოებით 5000-დან 8000-მდე FPV კამიკაძე დრონს აწყობენ დღიურად უკრაინელები და სხვადასხვა მიმართულებით გაჯერებულია ეს ქვედანაყოფები ამ კამიკაძე დრონებით და ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი კაცის გასანადგურებლად ისინი იყენებენ 2-3 FPV კამიკაძე დრონს და ასევე ყოფილა შემთხვევები, როდესაც პირობითად ერთი ტანკის გასანადგურებლად გამოუყენებიათ 20 FPV კამიკაძე დრონი. ანუ ეგ ნიშნავს, რომ არენანებად? არენანებად, იმიტომ რომ აქვთ და ბევრს აწარმოებენ და ასევე მათთვისაც აწარმოებენ ევროპაში. მხოლოდ ის არ არის, რომ FPV კამიკაძე დრონებს უკრაინა აწარმოებს. აწარმოებენ ევროპაშიც ძალიან ბევრს და აქედან გამომდინარე ეს კომპონენტი არის ულევი უკრაინელებისთვის და არის სავსებით საკმარისი იმისათვის, რათა მათ რუსების ცოცხალი ეს რუსების ხორცის მასის შეტევები და ჯავშან შეტევები ძალიან ეფექტიანად მოიგერიონ. ხო, ეხლა როცა გისმენ გამახსენდა რაღაც ვიდეოს უყურებდი რუსი ჯარისკაცის ერთგვარი ახსარება თუ რა ვიცი ბოლო სიტყვები იყო მე მგონი სადაც ამბობდა ზუსტად მაგაზე, ყვებოდა როგორ უშვებენ თხოვდა მე მგონი პუტინს ჩარევას, ხო, რაღაც ეგეთი წერილი იყო. ვიდეოც იყო, ვიდეო იყო და კიდევ რაღაც სხვა წერილიც წავიკითხე მე მგონი თქვენთან წავიკითხე. სადაც ამბობდა რომ გთხოვთ, არავის არ ვაინტერესებთ, სად მივდივართ, რას მივაღწევთ და იქნებ რაღაცით ვიღაცა მოგხედოს, იმიტომ რომ როგორც კი გავდივართ ეგრეთ წოდებულ შტურმზე, მაშინვე ჩვენ თავზე დაფრინავს უამრავი დრონი, შანსი არ გვაქვს, მაგრამ მაინც გვაიძულებენ რომ წინ წავიდეთ და თუ უკან დავიხებთ, მაგ შემთხვევაში, ვერ გადავრჩებით, ან უკვალოდ გავქრებით. რაღაც ეგეთი შინაარსი იყო ხოლმე შლება. ხო, დრონები ვახსენეთ, კი მეც წავიკითხე ეგ ინფორმაცია, რომ წლიურად რაღაცა 100,000 დრონის წარმოებას ვაპირებთო უკრაინაში თქვეს, ხო? 2,500,000 აწარმოებენ დღეს უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს გაიზრდება აუცილებლად, წლის ბოლომდე ავლენ 3.5 მილიონამდე. აუცილებლად, მაგრამ ასევე ევროპის სიმძლავრეებიც მონაწილეობს და ემატება აი ამ საერთო რაოდენობას და შესაძლოა 5 მილიონსაც გაცდნენ. ეს აქ საუბარია მხოლოდ FPV კამიკაძე დრონებზე, თორე შორსმოქმედი კამიკაძე დრონების რაოდენობა, არ არის რა თქმა უნდა იმ მასშტაბის, რაც FPV კამიკაძე დრონია და ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ბევრად რთული ტექნოლოგიაა და ბევრად ძვირი ღირს. მაგრამ საკმარისია იმისათვის, რათა ყოველდღიურად რუსული ქალაქები ააწიოკონ და ამის ნათელ მაგალითს გვაძლევს სამოქალაქო საავიაციო კოლაფსი რუსეთში, მოსკოვსა და პეტერბურგში და სხვა დიდ ქალაქებში 1000-ობით ფრენა გადაიდო იმის გამო, რომ მუდმივად უწყვეტად ყოველდღიურად არის კამიკაძე დრონების თავდასხმის საფრთხე და შესაბამისად საჰაერო განგაში.
ამის გამო უკრძალავენ ფრენებს სამოქალაქო ავიაციას, რადგან საზენიტო სისტემებს ხელი ეშლებათ სამოქალაქო პორტების ფრენისას, იმიტომ რომ შეიძლება ეგრეთ წოდებული friendly fire-ი ჩამოაგდონ საკუთარი სამოქალაქო ავიალაინერი. კი ბატონო. რაც თავის მხრივ ძალიან დიდ ფინანსურ დანაკარგებთან არის. ხო, ჩვენ ვახსენეთ თავად რუსეთის გასაგებია რომ ფრონტზე რაც თქვი გავიგე, რომ ეს არ არის რაღაც მნიშვნელოვანი წინსვლა და მხოლოდ რაღაცა ერთი პატარა დანგრეული სოფელი შეიძლება აიღონ და ამას შესწირონ ათასობით ჯარისკაცი. ანუ შეიძლება რაღაც ქალაქებიც აიღონ, მე ამას არ გამოურიცხავ. ანუ შესაძლოა ძალიან დიდი ხორცის მასის ფასად პირობითად მათი მაქსიმუმი იყოს ის, რომ რა ვიცი, 200,000 ადამიანის ხერხლის ფასად, 150,000-ის მინიმუმ მოახერხონ და საბოლოოდ დაიკავონ პოკროვსკი, ქალაქი პოკროვსკი დონბასში, მაგრამ მე ვარ ხარმად დარწმუნებული, რომ ეს ომი მორჩება ისე, რომ რუსეთი დონბასს ვერ აიღებს. იმას ხერსონის იმაზე მარცხენა სანაპიროზე, უბრალოდ ხო, მარცხენა სანაპიროზე და ქალაქ ზაპოროჟიეზე საუბარი ზედმეტია. მე ვამბობ, ხოლო დონბასზე დონბასის ჩაკეტვას ადმინისტრაციულ საზღვრებში რუსეთი ვერ მოახერხებს. იმიტომ რომ გამორიცხულია ამ დანაკარგების და ტექნოლოგიური უპირატესობის გარეშე მათ ეს შეძლო. კაი, მათი შეტევის მეორე კომპონენტზე ვისაუბროთ. მუდმივად ხედავთ გრევას და რუსეთი საკმაოდ ხშირად უტევს შაჰიდებით, თუ როგორ ქვია, მაგათი მოდი. რუსულად გერანორები ქვია, მაგრამ შაჰიდის ბაზისია, შეგვიძლია შაჰიდი უწოდოთ, უბრალოდ გერანი და 700 დრონი დაფიქსირდა თუ მეტი მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, გარდა ამისა არის სარაკეტო იერიშებიც. ხო, ამის დაბალანსებას მეტნაკლებად ახერხებენ და ამაშიც გაიწაფნენ მე მგონი უკრაინელები, თუმცა საკმაოდ დიდი შედეგი არის, ხო, ცხადია და რისკია მინიმუმ და მსხვერპლი მოყვება ამ ყველაფერს პერიოდულად და როდესაც ტრამპი მაგალითად ამბობს, რომ აი ის პუტინი არ ჩერდება, მაგასაც გულისხმობს, მაგას ეყრდნობა, რომ კატასტროფაა მართლა, ეხლა ცეცხლის შეწყვეტაზე ტიპები ლაპარაკობენ და იმავე საღამოს რაკეტებს უშვებენ კიევის და სხვა ქალაქების მიმართულებით, ხო? მანდ რა შეიძლება ვთქვათ, თუნდაც იმ სიმძლავრეებზე, რაც აქვს რუსეთს და მაგ მხრივ რა პოტენციალი აქვს და საპასუხოდ რა ხდება? ხო, ანუ რაკეტების მე წინაზეც აღვნიშნე ეს შენთან და ახალაც ვიტყვი, რომ რაკეტების მარაგის, ანუ შეივსო თითქმის ის მარაგი, რაც პირობითად გაიხარჯა, ხო, ომის დაწყების პირველ ეტაპზე და წარმოებაც გაზარდეს. ეს არის ერთადერთი კომპონენტი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, რომელიც არის მეტნაკლებად სტაბილურად მზარდი და მათ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაზარდონ წარმოებული რაკეტების რაოდენობა. ზრდიან ბალისტიკური რაკეტების წარმოებას, ზრდიან ფთოსანი რაკეტების წარმოებასაც. თუმცა იცი რა, გავრცელდა ინფორმაციები კონკრეტულ რაოდენობაზე თუ რამდენს აწარმოებენ, მაგრამ მე არ მჯერა რომ პირობითად აწარმოებენ თვეში 70 ისკანდერს ან 100 ხ-1 და კალიბრის ფთოსან რაკეტას. იმიტომ არ მჯერა რომ ეს უნდა ეტყობოდეს სიხშირეს გამოყენებისა, თუ პირობითად ამზადებ თვეში ისკანდერის ამ რაოდენობას და ფთოსანი რაკეტების ამ რაოდენობას, შესაბამისად უფრო მასშტაბური და ინტენსიური უნდა იყოს დაბომბები. კი, ინტენსიურია, რა თქმა უნდა, გაზრდილია, მაგრამ თუ ეს რაოდენობა არის, რა რაოდენობაც ვრცელდება ინტერნეტში, ხო, გურმა დადო ინფორმაცია იქ ბრიტანეთის დაზვერვამაც დადო, რომ სავარაუდოდ ამდენს აწარმოებენ, რომ მაშინ ეს უნდა აისახებოდეს უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოყენებული რაკეტების რაოდენობაში. ეს ძალიან ისეთ სამარჩიელო თემაა და შეგვიძლია მანიპულაციის სივრცეს ტოვებს თუ რამდენს აწარმოებენ და რამდენს ვერ აწარმოებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ აი ამ რაკეტების წარმოების გაზრდის რესურსი რუსეთს გააჩნია. თუმცა ეს რეალურ ცვლილებას ვერ მოახდენს საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე, კი დაწიოკებას გააგრძელებენ, შესაძლოა გარკვეულ სამხედრო ობიექტებს აწარმოებს გაარტყან და დააზარალონ უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, შესაძლოა რაღაცა ბაზაც დააზიანონ, მაგრამ ეს რეალურად ვერ შეცვლის ომის ხასიათზე გავლენას ვერ მოახდენს, ესე ვთქვათ. წინაზე არ მithქვამს არასდროს და ახლა ვიტყვი, რომ ერთადერთი საშუალება რაც რუსეთს შეაძლებინებდა, რომ მათ გაემარჯვათ ამ ომში, იქნებოდა ის, რომ ჰქონდეთ დაახლოებით იმ
ხარისხის სამხედრო ავიაცია, რა ხარისხიც აქვს პირობითად დასავლეთს. ამ შემთხვევაში გულისხმობ საბრძოლო ავიაციის მოქმედების მთელ სისტემას და არა პირობითად შედარებით ნაწილს Su-35-ის ტიპის თვითმფრინავი ჯობს თუ F-16 ან Su-35 თუ F-15, F-18, F-35 და ასე შემდეგ. ამას არ გულისხმობ. თვითონ რუსებს ეს კომპონენტი ჯერჯერობით აქვთ მყარად იმ დონეზე, რომ არ დაზარალებულა ესე ვთქვათ იმ მასშტაბში რუსული სამხედრო ავიაცია, რა მასშტაბშიც დაზიანდა ჯავშან ტექნიკა, ხო? ჯავშან ტექნიკა შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ სულ ზღაფავს. და სწორედ ამიტომ არის ის, რომ ისინი ზოგავენ ფრონტზე მათ გამოყენებას, მაგრამ აი რაც შეეხება საბრძოლო ავიაციას, ავიაგამანადგურებლებს, საფრონტო ბომბდამშენებს და ასე შემდეგ, ეს არის ის კომპონენტი, რომელიც რუსეთს ასე თუ ისე დღეს აქვს მძლავრად, რაოდენობრივი თვალსაზრისით, მაგრამ ეს ვერ აკუმულირდება სათანადოდ საბრძოლო მოქმედებათა ზონაში. თუ რუსები შეძლებენ პირობითად დასავლური ქვეყნების, აი მაგალითად ისრაელის მსგავსად, ხო? რო აწარმოონ საავიაციო ოპერაციები ღამით. და საბრძოლო მისიაზე გაგზავნონ არა ორი თვითმფრინავი, როგორცაც ისინი მუდმივად ახორციელებენ, ხო? ანუ მათ მოქმედების ტიპი და სტანდარტი არის ესე, რომ პირობითად საბრძოლო მისიაზე იგზავნება ორი Su-34-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი, ან ორი Su-35-ის ტიპის Su-34-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენი, ან ორი Su-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი და რაღაცა მისია აქვთ მათ დავალებული ჩამოყარონ პლანირებადი ავიაბომბები რაღაც სექტორში, ან რაღაც ზონაში დააწესონ საჰაერო პატრულირება, იქ ჩაუსაფრდნენ, ესე ვთქვათ, უკრაინულ ავიაგამანადგურებელს და ჩამოაგდონ. მაგრამ ეს სისტემურ დონეზე გარდატეხას ვერ ახდენს. მაგრამ თუ ისინი აი ისრაელის ავიაციის მსგავსად შეძლებენ ესკადრილიების დონის საჰაერო ოპერაციების წარმართვას და საბრძოლო მისიაზე გაგზავნას პირობითად არა ორი თვითმფრინავის, არამედ 20-ის, 30-ის ერთობლივად, რომელიღაც სექტორის დამუშავებას მუდმივად ღამით ამ ოპერაციების წარმართვას, ასევე საჰაერო რადარი, ხო, იქ AWACS-ის ტიპის A-50-ები თუ შეძლებენ ინფორმაციის გაცვლა, გამოცვლას სახმელეთო საჰაერო თავდაცვის კომპონენტებს, ავიაგამანადგურებლებსა და საბრძოლო მოქმედებათა აი ამ ზონაში არსებულ საჯარისო ნაწილებს შორის, აი ეს უკვე მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანდა საბრძოლო ველზე და რუსები, ჩემი აზრით, ყველა დაგვიდასტურებს ამას, როგორც სამხედრო მიმოხილველები, ასევე ექსპერტები, რომ თუ რუსეთი აი ამ კომპონენტს შეიძენდნენ და გამართავდნენ აი ამ საბრძოლო ავიაციის მოქმედების სისტემას, უკრაინას ძალიან გაუჭირდებოდა. პირობითად თუ რომელიღაც სექტორში ღამით იფრენდა 30-40 რუსული ავიაგამანადგურებელი და ჩამოყრიდა პლანირებად ავიაბომბებს, ხო, რაღაც სექტორში, შემდგომ აუცილებლად მოხდებოდა ის ყბადაღებული გარღვევა, რომელთაც იმუქრებიან რამდენი წელია, ხო? იმიტომ რომ რაღაცა სექტორში პირობითად ხო, ჩასაფრებულები არიან FPV კამიკაძე დრონების ოპერატორები უკრაინელები, ან ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებით აღჭურვილი რაღაცა ქვედანაყოფები, ხო? აი იმ ზონებში, როდესაც მოხდებოდა ჩამოყრა რაღაც ერთ გაფრენაზე 50-70 ავიაბომბის და სიზუსტეც ექნებოდა, იქ უკვე ძალიან გაუჭირდებოდა უკრაინას და მოხდებოდა გარღვევები. თუმცა საბედნიეროდ რუსებს აგერ 4 წლის თავზე ეს არ შეუძლიათ კი რაღაცა შექმნეს იქ პლანირებადი ავიაბომბები, ისვრიან შორიდან 70 კილომეტრიდან, მაგრამ ისინი ვერ იყენებენ იმ შესაძლებლობას, რა შესაძლებლობაც მათ შეიძლება შეიძინონ თუ განახორციელებდნენ ამ გზით სვლას, მაგრამ ალბათ ხელს უშლის, რა თქმა უნდა, რუსული კორუფცია, ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარი და პატივსაცემი რუსული კორუფცია. ანუ ჩვენში იმიტომ გულისხმობ, რომ სწორედ აი ამ რუსულმა კორუფციამ ვერ განავითარა რუსული არმია და მთელი ეს სისტემა იმ დონეზე, რომ შესაძლებელი გამხდარიყო აი ესეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები გაეძლიერებინა, რაც შემდგომ შესაძლებელს გახდიდა ომზე გარდატეხა მოეხდინათ. აქედან გამომდინარე, სანამ ამას ვერ განავითარებენ და მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ვერ განავითარებენ, რადგანაც არანაირი საფუძველი არ არსებობს, ისინი ვერ შეცვლიან ომის სურათს. აქედან გამომდინარე, არაფერი არ შეიცვლება ფრონტზე, კი სამწუხაროდ გაიზრდება მსხვერპლის რაოდენობა, იქნება უფრო მეტი დაწიოკება ქალაქებისა და დაიბომბება სხვადასხვა დასახლებული პუნქტები, მაგრამ რუსები იმ ფონზე, რომ მათ არ გააჩნიათ და ვერ ფლობენ რაღაც გარკვეულ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ უპირატესობას უკრაინაზე, ვერ შეცვლიან ომის სურათს. და
მე როგორც ვახსენე ახლა ეს რო ყოფილიყო, ხო, ეს რო გაიკეთებინათ ერთიანი სისტემა რო აიგოთ პირობითად დასავლური link 16-ის მსგავსი რო შეექმნათ რუსული საჰაერო ძალებისთვის, მაშინ მნიშვნელოვანი პრობლემა იქნებოდა და შესაძლოა კატასტროფული მოცემულობა დამდგარიყო გარკვეულ ზონებში, მაგრამ ეს არ ჩანს და დიდი ალბათობით ესე არც მოხდება. ხო, ნუ ავიაციას და იმას მათ შესაძლებლობებს როცა ვახსენებთ, ალბათ ეს ობობის ქსელიც იმსახურებს ერთ სიტყვით ხსენებას. ესეთი დაუცველი როცა გაქვს 2000-2500 კილომეტრის მოშორებით არსებული მთავარი სტრატეგიული ზონები, ხო, რომელშიც გიყენია ბირთვული ტრიადის მეორე კომპონენტი ამ შემთხვევაში სტრატეგიული ბომბდამშენები, ბირთვული არაგის მატარებელი თვითმფრინავები და შენ ამას ვერ იცავ და იქ საერთოდ ამას ესეთ ოპერაციას გიტარებენ, რომ FPV გამიკაძე დრონებით მათ გიბომბავენ, რაზეა საუბარი საერთოდ. კარგი, მოდი შევეხოთ ახლა ბოლოს უკვე როგორც დავაანონსეთ რეგიონში არსებულ სურათს და რუსეთის პოზიციების მანჩემცირებას. ჩვენ ხედავთ რაც ხდება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში, რაღაც გარკვეული პიკი იყო ბოლო დღეებში, თუმცა გარკვეულწილად თითქოს ჩაცხრა ეს ამბავი, მაგრამ პრობლემები რჩება და ალბათ აქვს მაგას თავის საფუძვლები. შენ როგორ უყურებ მაგ ამბავს, ჯერ პირველ რიგში ეგ მითხარი და მთლიანად კონტექსტი მიმოვიხილოთ რა, ანუ სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი, სირია, ასე შემდეგ. როგორ გზნობს დღეს თავს რუსეთის ინტერესები ჩვენ რეგიონში? ხო, სირიიდან დავიწყოთ. სირია არის იყო უმნიშვნელოვანესი ლოკაცია რუსეთისთვის, განსაკუთრებით რუსული სამხედრო მანქანისთვის, სადაც იქ ბაზირებული იყო პროვინცია ლატაკიაში, ხო? რუსული სამხედრო ბაზა, თუმცა შემდგომ იქ უკვე განხორციელებული პროცესების ფონზე, მას შემდეგ რაც ასადი გაიქცა და ხელისუფლების გადაბარება მოხდა, ძალისმიერი გადაბარება, იქ რუსებმა ბერკეტი დაკარგეს და ორი უმნიშვნელოვანესი ბაზა, საავიაციო ბაზა ჰმეიმიმზე და ტარტუსის ბაზა ლატაკიის პროვინციაში, მათ უკვე დაკარგეს. შესაბამისად დაკარგეს მნიშვნელოვანი ბერკეტი ხმელთაშუა ზღვაზე, კი რაღაც წარმომადგენლობის დონეზე ჯერ კიდევ ჰმეიმიმის ბაზა იქ ადგილზე რჩება. და არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი გადინება საავიაციო ტექნიკისა იმ დონეზე, რა დონეზეც ტარტუსის ბაზიდან მოხდა ხომალდების, ესე ვთქვათ, გასვლა, იქ აღარ არის უკვე სამხედრო ხომალდები გავიდნენ, დატოვეს, თუმცა ხმეიმიმის ბაზაზე ჯერ კიდევ რჩებიან იქ ავიაგამანადგურებლები, თუმცა მოცემულობა პოლიტიკურად დგას იმგვარი, რომ რუსეთს სირიის ხელისუფლება ვეღარ აქვს იმ ბერკეტის სახით, რა ბერკეტითაც ის ფლობდა მაშინ, როდესაც პუტინი იყო კომუნიკაციაში და ესე ვთქვათ, კავშირში ასადთან. შესაბამისად, ეს უმნიშვნელოვანესი ბერკეტი მას მოაკლდა, როდესაც სირიაში ხელისუფლება შეიცვალა და სირიაში შედგა ერთგვარი თურქული გავლენის უმნიშვნელოვანესი ზრდა, რაც მიანიშნებს ერდოღანის კიდევ ერთ გამარჯვებაზე ამ რეგიონში და ერდოღანის გავლენის სფეროების გაზრდაზე. გარდა ამისა, ხმელთაშუა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უმნიშვნელოვანესი მოკავშირე ირანის სახით, რუსეთმა რადგან ვერ დაიცვა ახლა ვერანაირი სამხედრო დახმარება რო ვერ გაუწია, უკვე ირანში აღარ არის ესე ვთქვათ, ისეთი განწყობები პოლიტიკურ დონეზე, რა განწყობებიც იყო მანამდე. შესაბამისად, რუსეთს აღიქვამენ არასანდო პარტნიორად და აგერ ბოლოს დაფიქსირდა ესეთი ფაქტი, რომ რუსეთის Su-35-ებზე უარს აცხადებს ირანი, ეს რამდენიმე ახსნით დაფიქსირდა, რამდენიმე ფორმულირებით ახსნეს, პირველი იმით, რომ რუსეთი თითქოს არის ომში და ვერ მოახერხებს საჭირო რაოდენობით Su-35-ების მიწოდებას, მაგრამ რეალურად ეს არის იმის გამო, რომ რუსეთი არის არასანდო პარტნიორი და ასე ვთქვათ, ფსონებს აკეთებენ ამ შემთხვევაში ჩინეთზე და შეიძინეს ესე ვთქვათ კონტრაქტი გააფორმეს ჩინურ ჯიათებზე. ჯიათი არის ავიაგამანადგურებელი ჩინური, რომელმაც ისახელა პაკისტან-ინდოეთის კონფლიქტის დროს, როდესაც პაკისტანელებმა ჩამოაგდეს ინდური რაფაელი, ფრანგული წარმოების. ხო, ეს ცოტა შორს გადავედით, ანუ მიმოვიხილავთ რეგიონებს, ხო? ირანი და სირია თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის პარტნიორები, იმ დონის და ხარისხის პარტნიორები რუსეთისთვის აღარ არიან, როგორც იყვნენ პირობითად 6 თვის წინ, უფრო 1 წლის წინ.
მართებული. სირია განსაკუთრებით. სირია განსაკუთრებით. ნუ ესა მაგათი ახალი ლიდერის ვიზიტებს და ურთიერთობებს თუ დავაკვირდებით, ცალსახად დასავლეთის გავლენა არის და თურქეთი შენახსენ. ხო, აზერბაიჯანზე და სომხეთზე წავიდეთ. სირიაზეც ერთსაც ვახსენებ, ტრაგიკული რუსეთისთვის სირიის სიტუაცია არის იმ ხრივაც, რომ იქ თურქეთი ძალიან მალე სამხედრო ბაზის გაკეთებას აპირებს. საავიაციო ბაზის გახსნას, რაც არის რუსეთისთვის ძალიან, ესე ვთქვათ, ცუდი ამბავი იმ ხრივ, რომ თურქეთი ესე ღრმად სირიაში მანამდე არ იყო შემოსული. ახლა კი არა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების მთავარი აქტორი გახდა, არამედ იქ უკვე სამხედრო წარმომადგენლობასაც დააფიქსირებს სამხედრო ბაზის სახით. ახლა რაც შეეხება სომხეთს და აზერბაიჯანს. აღსანიშნავია ჩვენთვის სამწუხაროდ, რომ კავკასიის რეგიონში საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ჯერჯერობით მყარად ასრულებს რუსეთის ხელისუფლების პროქსი ძალის ფუნქციას. ამ შემთხვევაში ჩვენს რეგიონში სამწუხაროდ ჩვენ ვართ ის ერთადერთი, რომლის იმედიც ამოცემული მომენტისთვის არ გაღიზიანების თვალსაზრისით და საგარეო ვექტორის რუსეთისკენ წარმართვის მხრივ არის მხოლოდ ჩვენზე და ეს იმედები, რაც რუსეთს გააჩნია რეგიონში გავლენის სფეროების შენარჩუნების და გაფართოების თვალსაზრისით, მხოლოდ ჩვენზე არის განვრცობილი, ესე ვთქვათ, სამწუხაროდ და საუბედუროდ ეს ესეა. არა და მრავალი წლის წინ, უკვე მრავალი წელია შეგვიძლია ესე ვთქვათ, დაახლოებით 15-20 წლის წინ პირიქით იყო სიტუაცია, რომ ჩვენ ვიყავით ერთგვარი მეხამრიდი რეგიონში რუსეთის გავლენებისგან გათავისუფლების მატარებელში, ხო, ესე ვთქვათ, ესე ვიტყოდი. მაგრამ დღევანდელი მოცემულობა სომხეთსა და აზერბაიჯანში არის იმგვარი, რომ ეს ორივე ქვეყანა დაადგა გზას რუსული გავლენების მაქსიმალურ დონეზე შემცირებისკენ. აზერბაიჯანში რაც ხდება, იქ როდესაც მოხდა გავლენიანი აზერბაიჯანელების დაკავება რუსეთში, მოდით ჯერ ვთქვათ ეს როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ძალიან უწყინარად მოხდა ესეთი ამბავი. ხო, სხვა შორის ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რატომ ბევრი კითხვა ჩნდება რა, ანუ საიდან მოხდა, საიდან დაიძრა ეგ ამბავი, რას უკავშირდება, ცოტა კარგად ბოლომდე ვერც მე ვერ გავიგე, სიმართლე რომ გითხრა. შენ თუ იცი რაც ითქვა და რაც ვთქვათ არასაჯარო მედიაში ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ აზერბაიჯანულმა სამთავრობო ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, მონაცემები რუსეთის არმიის დანაკარგებთან დაკავშირებით უკრაინის ომში. და ესე ვთქვათ, გაავრცელდა იმგვარი სიუჟეტი, რომ რუსეთს აქვს უმნიშვნელოვანესი დანაკარგები, უკრაინის ომში ვერ ახერხებს გამარჯვებას და პუტინი არ არის კომფორტულ მდგომარეობაში, რომელიც მიზანმიმართულია იმ ხრივ, რომ კრემლმა გაიმარჯვოს აი ამ ომში. ეს ძალიან ცუდად აღიქვეს, რა თქმა უნდა, რუსეთში და თან გაბრაზებულები არიან იმ დონეზე ბაქოს მისამართით, რომ არ სიამოვნეთ ის ფაქტი, რომ გადაიჭრა კონფლიქტი ხო ყარაბაღთან დაკავშირებით და აზერბაიჯანმა მოახერხა სამხედრო ძალით საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კონფლიქტი ამოიწურა, შესაბამისად რუსეთმა დაკარგა ბერკეტი როგორც ერთ ასევე მეორე სახელმწიფოზე და როდესაც აი ეს ნეგატიური დამოკიდებულება 3 წელი არსებობს აზერბაიჯანის მიმართ, ეს გამოიყენეს ერთგვარ ტრიგერად, რომლის შემდეგაც დაიწყეს ეთნიკური აზერბაიჯანელების დაწიოკება, დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი ეთნიკური აზერბაიჯანელების იძულებით გაგზავნასთან დაკავშირებით ფრონტზე და შემდგომ უკვე შეეხნენ ასევე გავლენიან აზერბაიჯანელებსაც, 2 ადამიანი შემოაკვდათ ეკატერინბურგში პოლიციის გაყოფილებაში დაკითხვის დროს. Ну, შემდგომ აყვა ამ ყველაფერს პროცესები, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანმაც ძალიან ხისტად განახორციელა პროცესები ეთნიკური რუსების მისამართით, ну, არ დავიწყებ ახლა ჩამოთვლას ყველა ვიცით, რაც მოხდა. და ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ აზერბაიჯანი რუსეთს სრულად დაკარგული ყავს რეგიონში, მას აღარ რჩება არანაირი სამხედრო და პოლიტიკური გავლენა, ერთადერთი თუ რა ვიცი, ავანტურაზე წავა და დაიწყებს სამხედრო ინტერვენციას, ну, აბსურდია ხა, ვერანაირი ლეგალური თუ ასე ვთქვათ, რაღაცა
გვერდითი ხელჩასაჭირი საშუალება არ არსებობს, რომ მათ განახორციელონ სამხედრო ალიბი არ აქვს მარტივად. იმიტომ რომ კონფლიქტი მოგვარებულია, ხოლო რაც შეეხება სომხეთში, სომხეთი ცდილობს გათავისუფლდეს რუსული გავლენებისგან და განსაკუთრებით ეს პროცესი დაიწყეს ეკლესიის წინააღმდეგ გარკვეული მოქმედებების გატარებით და აცხადებენ ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ ეკლესიაში არსებობს რუსული გავლენები და სწორედ ამიტომ ისინი ატარებენ ხის წმენდას იმისათვის, რათა ერთგვარი FSB-ს აგენტები გაასუფთავონ სრულად ეკლესიის. ამაზე ჩვენ გქონდა ეპიზოდი, სტუმარი მყავდა, ძალიან დეტალურად მიმოვიხილეთ, მაყურებელმა შეიძლება ნახოს იქ როგორ ხდებოდა ეს გადატრიალების მცდელობა, ვინ იყვნენ ჩართული, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი 2, როგორც მოიხსენიებენ სომხეთში, ეს კარაპეტიანი და ასე შემდეგ, ანუ რა სქემას უპირისპირდებიან ისინი. პრინციპში მე საუბრობდი იმაზე, რომ მთლიანობაში ეს ყველაფერი რაც მოვთვალეთ, საერთო ჯამში მიანიშნებს ერთადერთ რამეს, რომ რუსეთის გავლენები მცირდება და ვისაც თავში საღი აზრები უტრიალებს, ცდილობს, რომ ახლა არის მომენტუმი, როცა უნდა ეს გამოიყენო. ეს არის და ეს, რაც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ჯერ კარგად ვერ გავიაზრეთ, მედია გავიაზრეთ. ხო, ეგ არის რა, რომ ყველა ცდილობს, სომხეთი ცდილობს, რომ ეს გავლენები ჩახსნას, რა ვიცი, მაგერ ერთმანეთის მიყოლებით აგენტების გამოვლენას ცდილობენ და მათ გაყრას. აზერბაიჯანში საერთოდ ხო, რაც ქნეს და როგორი ფორმითაც ქნეს, იქ მუხლის ჩოქზე რო ატარეს რუსი აგენტები, ვითომ ჟურნალისტები, ეგაც ვნახეთ. ამასთან ერთად იქ განათლების სისტემაშიც წავიდა ცვლილებები და რუსულ სკოლებს და რუსული ენის პროგრამებს ხურავენ საერთოდ და ბოლოს რაღაც რუსეთიდან ესეთი ცოტა დამთბობი პოზიცია სწავაწყდი, რომ ხო რაღაცა ცალდა ეს ინფორმაცია, რომ მოსკოვის რეგიონში ერთ-ერთი დიასპორა, უბრალოდ მოსკოვის რეგიონში იყო სახელდაგვარი არ მახსოვს, აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი ხელმძღვანელს ჩამოართვეს მოქალაქეობის ცხოვრების უფლება და დეპორტით აგზავნიან აზერბაიჯანში. შესაბამისად, ეს კონფლიქტი ჯერ არ განელებულა, შესაძლოა ყოველ წამს ისევ იმ მასშტაბით გაღვივდეს, რა მასშტაბითაც იყო ერთი კვირის წინ. ხო, ანუ ეგ თუ წავიდა ასე და დეპორტაციამდე მიდგა საქმე და იქ რაღაცა ჯგუფების შევიწროება დაიწყო, მე მგონია რომ საკმაოდ დიდი დიასპორაა, ხო, ეხა არ ჩაივლის მარტივად ეგრე რუსებისთვის იქ. არ მგონია და მე მგონია რომ ამაზეც მიფიქრია რომ სხვა ეთნიკურ ჯგუფებზეც ხო გავლენას ახდენს ეგ ყველაფერი არა. როცა ვიღაცა იქ დიდი ჯგუფი უპირისპირდება რუსეთის ინტერესებს ღიად და ხმას იღებს ამაზე, ვიღაცა შეიძლება იმაზე მეტად ჩაგრული იყოს. არ მგონია ხა აზერბაიჯანელები მზე მეტად არ ჩაგრავდნენ იქ ვიღაცებს, ხო? ვიცით ეს ყველაფერი ჩვენ იგივე შუა აზიის ქვეყნებიდან და ძალიან მრავალი ფაქტი დაფიქსირდა მეც მენდვალფასე ერთი კვირის წინ, რომ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობები, ყირგიზები, ყაზახები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ცხოვრობენ რუსეთში, ტოტალურად და თან არ არიან ესე ვთქვათ გავლენიანები და იქ უბრალოდ იაფი მუშახელის სტატუსით არიან ჩართულები, ამ ადამიანებს ესე ძალიან დიდი მასშტაბით აგროვებენ და აგზავნიან ფრონტზე. აგზავნიან ხორცის მასად ჩვეულებრივად და ეს რა თქმა უნდა ძალიან ნეგატიურ გავლენებს აჩენს მათი მეზობელ სახელმწიფოებში. ხო, მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბევრი რამე გროვდება, კომპლექსური არის ეს ყველაფერი, შიგნითაც ძალიან ბევრი პრობლემები აქვს, ეგ კი არა, ომის დასაწყისში მახსოვს მე რომ გარკვეული რესპუბლიკები იყო, სადაც უკმაყოფილება ჩანდა, კი არა და დაპირისპირებები იყო. და ეს ყველაფერი ხო მსხვერპლთან ერთად, ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად იზრდება, მე ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მახარებს. რუსეთს აუცილებლად დაუდგება ესეთი მომენტი, როდესაც მას მოუწევს მოსკოვის და პეტერბურგის ოლქებიდან ტოტალურად გაიწვიოს ის ხალხი, რომელიც თუ გამოთქვამს პრეტენზიას აი ამ ომთან დაკავშირებით, არის ძალიან დიდი შანსი, რომ სიტუაცია აირიოს რუსეთში, იმიტომ რომ ეს არ არის უპატრონო მასა, როგორც არის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთში და თუ ამ ადამიანებს შეეხებიან, იქ ძალიან გაუჭირდება შემდგომ პუტინის სიტუაციის მართვა. ხო, ყველაფერი ძალიან საინტერესოა რა, თან მით უმეტეს ახლა იქ ვიღაცების დევნა დაიწყეს, როგორც ვიცი, ფულის ამოღებას იქაც
ცოს მივაქცევდი აქ ყურადღებას, ვინ გამგები გაიგებს. ფულის ამოღების ამბავი იქაც ძალიან აქტუალური არის, რაღაცა პირდაპირ ქონებების გაყიდვას თხოვენ ხალხს და ჩაბრუნებას ბიუჯეტში იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი დეფიციტი აქვთ, ვერავს. Bloomberg-მა დადო ეგ სტატია დღეს სხვათა შორის, რომ მზარდად ხორციელდება ბიუჯეტის მიერ სხვადასხვა ქონებების კონფისკაცია იმისათვის, რათა დეფიციტი დააბალანსონ და ეს დეფიციტი არის მხოლოდ და მხოლოდ მზარდი, ხოლო მას შემდეგ რაც ეს დესტრუქციული სანქციები დაწესდება რუსეთის წინააღმდეგ, იქ უკვე ტოტალურად მოხდება ქონებების ამოღება და შემდგომ უკმაყოფილება კარდინალურად გაიზრდება შესაბამისად. კი ბატონო, ნახოთ აბა როგორც თავშიც ვთქვით, რაღაცა პოზიტიურ ნოტაზე ვართ და ვისაც გიხარიათ რუსეთის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, მოკლედ გვიგულშემატკივრეთ. მადლობა რომ თვალს გვადევნებდით, გვისმენდით. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი თუ არ ხართ გამომწერები და დავაკვირდეთ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით ცხადია უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, ზოგადად გეოპოლიტიკურ პროცესებს და იმედია რომ საქართველოშიც რაღაცა პოზიტიური ძრები იქნება ამ მხრივ, იმიტომ რომ ძალიან მაგრად დავყრუდით და დავბრმავდით ბევრ საკითხში და აბა ვნახოთ რა იქნება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ოთო კონჯერია იყო ჩემი სტუმარი. მადლობა განსაკუთრებით მას, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ნახვამდის.